როგორ ხარ? კარგად, მადლობა. რა ხმაგა, გოგი, რა არის, ხომ მშვიდობა? რა? საიდან? სამინისტროდან? აი, ვამბობდი რა. ვამბობდი, სულ მაგაზე ვჩხუბობდი, გოგი, შენ ხომ მაინც იცი რა. წინა კვირაში თათბილით ჩავატარე ამაზე, რომ მიხედეთ ამ საოპერაციო უწყისებს, ოქმებს, არქივი მოაწესრიგეთ. არა. კი, გოგი. კი, ვიცი, მე პირადად არაფერი დამიშავებია, მაგრამ როგორც უფროს პასუხისმგებლობა ვის ეკისრება? მე მეკისრება. ხო? პასუხის გადავორეთ, მარიკა, წყალს და მოვა. ნე. ხოდა გოგი აღარ შემიძლია რა მე მან ვეღარ გავჩერდები ხოდა როგორც გუნდის უფროს მწვრთნელს პასუხისმგებლობა მე მეკისრებაო უთქვავს პრესკონფერენციაზე ხოსეპ გვარდიოლას იქ ყოფილა ის ჩიკი ბიგირისტაინიც ხოდა აი ასე ის არაფერი გოგი არა მარიკა იყო და რაღაც აინტერესებდა ბარსელონაზე და ხო ხოდა მეც უთხარი ხო კარგი გოგი ვეღარ გელაპარაკები ახლა და მოვალ და მანდ ვილაპარაკოთ კარგი ხო ირაკლი რა ხდება არაფერი სად გოგიმ დალეკა ჩემ გოგიმ ეს მასკმა ხალხოს მამა ხალხოს მამა გოგი რაღაცა ბარსელონაზე აინტერესებდა გუშინო ვერ უყურეო პრესკონფერენციასო და მე უთხარი ხოსეპ და ბიგირისტი კარგი ხო ისე დათო მითხრა ირაკლის სამსახურში პრობლემები აქვსო დათომ გითხრა ირაკლის სამსახურში პრობლემები აქვსო მე მგონი აქ ყველა ოჯახის ახლობლები ვართ და რაღაცებს არ უნდა გვიმალავდე. აბა? ხო დათო, ეგ ხო ვიცი უკვე. რომ შენ ხარ ჩემი ახლობელი და მე შენ არაფერი არ უნდა დაგიმალო. არც პრობლემები და არც ტანსაცმელი. მართალი ხარ? მიხვდი ხო? აბა რა საქციელი იყო ის ბავშვების ლოგინი რომ მიადგი იმას და კარადას. იცოდი რომ ვერ გავაღვიძებდი ხო? ის არგებლია მით. და რა იცი მე შეხარებოდა მე. მიდი მოდი გადი. მიდი. მარიკო ბეგურიკუნა მე რაღაც გავიქცე სასტრაფოდ სამსახურში რაღაც პატარა გაურკვევლობა მივალ და მალე მოვალ. ირაკლი რამე პრობლემაა? შენ არის ნერვიულო ბეგურა? შენ არის ნერვიულო? ყველაფერი კარგად იქნება ყველაფერი ბეგურა. რა ეს ულაშების დავარცხნა რა მოიგონე რა. მარიკა დილიდან დამაწყვიტა ნერვები რა, აღარ შემიძლია რა. მარიკა. ბატონო. ირაკლი სამსახური თუ დაკარგა. მაგაზე არის ნერვიულო. 4 უმშევარ ჩხიძეს შეგინახავთ 1 ალექსიძე. აიმე მარიკა ძალიან ხო რა მომიმზადე რაღაც თორე დამაგვიანდა ესე იგი მობილური მაქვს ეს საბუთები აქ არის ეს გამომართვი გაერთე და დახატე მერე ირაკლი
ოთახში შენ კიდევ გაქვს საქმე, ბავშვები უნდა დავაძინო? არა. დათო, ვაში შენ სულ შემოხვალ, ხო? თორე ვეღარ დავაძინებ. მარიკა. მე თუ შემოდივარ, ჩუმად შემოდივარ. დათო, შენ ჩუმად შემოდიხარ ხოლმე, მაგრამ ბავშვები შენ სულ ვაშებს რომ ხედავენ, ეცინებათ და მერე ვეღარ ვაჩერებ. კარგია, ირაკლია. მე როგორ ნერვიულობ, შეძლია შენებს ასწავლი ჩემზე. ვა! ბრავო. ესე ჩემზე. ისე ირა სამსახურიდან თუ გამოგიშვეს, მე ვესტები ყოველ შემთხვევაში ჩემთან დაგაწყებინო მუშაობა სკოლაში მეტგუნდში. კარგი რა დათო. კარგი რა, ამხელა პროფესორმა კაცმა შენ სკოლაში მიმუშაო ექიმად? ესე იოგად ნუყრებ მაგსაკმის. მიწვდას რომ ექიმად მინდა გნიშნავს. ჯერ სანიტრად დაგაწყებინებ. მერე ექთნად ერთ წელიწად ნახევარში 2 წელში თუ გამოვიდა, იქნებ ექიმობასაც გამოკრა ხელი. ხო და თუ ეგ საქმე არ გამოვიდა, ირაკლი, იქნებ მერე სტიაჟკის ხელობას დაიუფლო. კანალიზაციის რამე გაყვანა, ელექტრიკა. რატო ეხა იცი? სადაც მალე ჩემი სახლი დამთავრდებოდა, რაღა სხვას მივცე, ის ფუნდა რაღა სხვა მოვიყვა. ჩემსაც მივიყვანი იქ. წვილი შვილის მამა ხარ, ბოლო-ბოლო. რა მაინტერესებს? რა? აი, როდესღაც ხომ და დაიღალო რა. რატო არ იღლები გამაგებინე? არ დაიღალე დათო რა. მე მეგობრის დახმარებაში არასოდეს დავიღლები ჩემო ირაკლი. ვაიმე, მარიკა. გამოდი ძალიან გთხოვ და უთხარი გაჩერდეს, თორე ჩავცხებ რაღაცას ეხლა ამას. ირაკლი, შენ მე აი ამ სიტყვით უკვე თითქმის ორჯერ ჩამცხე. არ გინდა კი ბატონო, ნუ გინდა. თუ არ გინდა, ნუ გინდა. დარჩები მუშაობ. დათო, მომეცი საკ. დაიმახსოვრე რა. ძალიან გთხოვ, კარგად დაიმახსოვრე. უმუშევარი ირაკლი ჩხეიძე და დასაქმებული დათო ალექსიძე ლოგიკის არანაირ ასპექტში არ ჯდება. პროფესორი, დიახ. გახსოვს? 2 წლის უკან რომ მეუნებოდი შენ აქ ერთი თვეც ვერ გაგიზდებ არ იცხოვრებო? მე ეს ხო ჯდებოდა ასპექტის მასხარა. ვა, თამრი, სამსახურში მიდიხარ? ლაშა. გამოდი რა შენი ტანსაცმელი გადამარჩევინე, ლაშა. რომელსაც არ იცვამ და აღარ მოგწონს იუზას გავატან. და რომელშიც ვერ ეტევა და გავიწყდა. კარგი რაკეთე ვარ, ადროს ტანსაცმელია, ხო იცი რომ წასასვლელები ვართ, არა? იმ ადამიანმა მთხოვა რომ დილიდანვე გამოდითო, მოსახმარებელია რაღაცა და მე ნუ ის არის ახლა. ხო არ დავიგვიანებთ არა? მე სად მიბრძანდებით? ლაშიკოს დეიდაშვილმა, დეიდაშვილის მეუღლის უბრალოდ დაბადების დღეზე მივდივართ და იქ ვართ დაპატიჟებულები და მითხარი ახლა ეს გადავარჩი. შეძლებული ხალხი ყოფილა, სუფრაზე რომ ამას დაუძახებენ? თამა, შენ რაღაცა დილიდანვე რაღაც კარგ ხასიათზე ხარ ძალიან. თან დიდ ხანს დგახარ ამ სარკესთან და ვახო და რამე, ჰა? თამა, რა გჭირთ თვალებზე? ვაიმე, რა მჭირს? ვაიმე, მოდი. რა მოხდა? ვაიმე, ალერგია, ჰა? ალერგია? ნახე რა სხვანაირად უციმციმებს თვალები. თამა, რა სარკესთან რატო დგახარ და იბრანჭები? გადი სადარბაზოში და პირდაპირ იგაიბრანჭე. იგი რა, მათ ვის გადავეკიდე, ის კიდე რაღა მაინც და მაინც არ გადმოვიდა საცხოვრებლად, მე ხო ბედი არა მაქვს. თამუშა. შენ კი არა, მე არა მაქვს ბედი. გათხოვდები და მაინც გვერდში უნდა მეჯდე. თამრი,
თამრი მოიცადე ლაშა ერთი წუთი გამოდივარ. თამრი შემომხედე თამრი რა იყო ახლა მე მომისინე თამრი მე ხო შენი დავარ თამრი რა იყო ვეღარ ცნობ თამრი შემომხედე თამრი მე ხო შენ მიყვარხარ შენ ხო გჯერაჩი მე ხო მთელი ცხოვრება შენთვის კარგი მინდა და ეხლა მომისმინე და დამიჯერე ვახო არაჩვეულებრივი ბიჭია რა შვენიერი ბიჭი არაჩვეულებრივი ადამიანი კარგი პიროვნება თამრი თან ახლოს გათხოვდები და სულ გვერდით მეყოლები შენ რა შორს გათხოვდი ხო რას ამბობს სულ მენატრები მადლობა თამარი ეხლა ერთხელაც დაპატიჟე ის ადამიანი სადილად მარტო ხელა კაცია რა უნდა გაეკეთებინა სახლში ესე იგი რა საჭმელიც არ მაჭამო ჩემს სახლში აჰა ახმაურდა ეხლა ხელმარჯვე ოსტატი რა უნდა ეხლა რა ქონდა იმბინა სარემონტო მატრაკვეცა რა მატრაკვეცა კარგი ეხლა თამრი ეხლა რაღა მოგივიდა შრომელი ბიჭია ფიქრობს წინ იხედება მომავალში უნდა კარგი გარემონტებული სახლი რა გინდა კეთებან მე მგონი გვირაბი გამოყავს გვირაბის გამოყვანა არ შეიძლება ეს ხო საყრდენი კედელია რა რას აკეთებ ამოწმებ საყრდენი კედელი არის თუ არა კარგია კარ მომისმინე იცი რა ადექი გადი შეხედე ახლა შენც რაღაცა ქალი ხარ შენებური გემოვნებით რაღაცა მაინც მე თავიდან ხوار გარემონტებ გამოიხედე მე მგონი მე არ მაგვიანდებოდა დეიდაშვილის ცოლის დაბადების დღეზე კეთებან მართალია წამოდი რა გავემზადო წამოდი სულდა მოგკლავთ თამარ რაღაცა კაკუნის ხმა გავიგე და მეძახდი ყელი ჩამეხლი ჩავახოს დახელით ვახო რა კარგ დროს მოხვედი ვახო რა შემოდი რა უცხოსავით გახარ შემოდი ძალიან კარგ დროს მოხვედი მე და კეთემანი მივდივარ დაბადების დღეზე ხო და თამარი მარტო ხო არ იქნება არა სახლში და თამარი გამომასპინძლდი ადამიანს ბახო დავძანდი ბახო აბა მითხარი რას მირთმევ ყავა გვაქვს ჩაი ნამცხვარი თაფლი შოკოლადი შენთვის ცოტა ხაჭაპურიც მაქვს შენახლელი კიდევ რა იცი კარგი ნუ შეწუხდები არ არის საჭირო მე კეთებანი წამოდი ხა ჩვენ წავიდეთ მიხედავენ ესენი თავიანთ თავს აბა კარგად თამარ აბა შეგირაცვალე ამას ბატონ შეხედეთ მიდი ახლა გაყევი იმათ მიდი მოიცა მე გარავის დაუპატიჟები ვარ და ესე აქ რომ მოსულიყავ ხო კალთები დაგახიე მიდი ახლა დროზე მიდი აჰა საიუბილეო მეასე იშემიური ინსულტი ირაკლი მართალია ის რაც მიმღებში მითხრეს რა ნათი აი ეს უნივერსიტეტის პირველ კორპუსს რო ყიდიან და იქ რო ნატო შტაბ-ბინა უნდა იყოს ეგ არა ის რომ განცხადება დაწერეთ და სამსახურიდან მიდიხართ ხო ნათია მართალია რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს აი უკვე 20 წუთია მე აქ აღარ ვუშავ და რატო რა მოხდა რატო ნათია და იმ წიქარიშვილს გაუკეთებია ოპერაცია სულ მაგავჩხუბობდი ნათია შენ ხომ მაინც იცი რო გააკეთებთ ამ ოპერაციას ჩაწერეთ ამ ოქში მოაწერეთ ხელი მოაწესრიგეთ ისტორია მოაწესრიგეთ უწყისი ხო არ მოაწერა ხელი მე რა იმ პაციენტმა რაღაცაზე იჩივლა მოვიდა კომისია მოითხოვა ის უწყისი და ის ისტორია ეკა აბესაძემაც აიღო არ დახედა რომ მოწერილი არ იყო ხელი წიქარიშვილის და მიცა პირდაპირ ამ კომისიაში ვინ იყო მანჯგალაძე ხო ეს მანჯგალაძე იქეკება კონტრამი ამოაქეკინე მაგას ხო ნახა ეს ატყდა ერთი ამბავი ნათია ატყდა დარეკეს სამინისტროდან იქიდან ლაქედა არ შემილია მე ახლა სიარული თავის მართლება წერა ამიტომ დავწერე განცხადება წნარა ჩვიდაც მივდივარ სახლში აუ რა ცუდია
არა უშავს ნათია. დიზი გილესპიც ასე წამოვიდა 1952 წელს კარნეგი ჰოლიდან. მერე მთელი ამერიკა კი არა მთელი მსოფლიო კუჩი დაძდებდა. აბა და ახლა აქ ვის მოიყვანე? ვის მოიყვანენ ნათია და მახვილაძეს. აბა მანჯელაძის ძმაკაცი არის. თან კლასელები არიან. ნათია მე საერთოდ მგონია რომ ეს ამბავი წინასწარ მაგრამ მახვილაძე კარგი ბიჭია. ეგ არაფერ შუაში არ არის რომ მოვა შენ დახვდი ისე როგორც შენიანს ხო დახვდი ყველაფერი აუხსენი უთხარი უწყისებისად გვაქვს უთხარი ოქმებისად გვაქვს უთხარი არქივი რო წესრიგშია ოღონდ ის არ უთხრა ამ სკამს ცალი ბორბალი რო ძრება ერთი აყირავდეს მე რა ხასიათი მომეწოდე ეგ მარტო ვისკის ბოთლები მიგაქვთ? კონიაკი ჩავალაგე უკვე ისიც მომეცი რა ნათია რა მოიცე ეს პროფესორი ირაკლი ჩეიცე პროფესორი თორე შენ ყავხარ აბუალიფსინა რა უმეტირება ირაკლი ექიმო. ქსანაქსი დალია 25 მილიგრამი დღეში ორჯერ 10 დღე. არა, თქვენ რომ მიდიხართ, იმიტომ მეტირება. მაშინ ქსანაქსი არ დალიო. ქსანაქსი არ გვიდა რაღაცა მრჩება რა ნათია რა. აი, ხალათი არ დაგჭირთ. უი, მართალი ხარ ნათია, ხალათი არ უნდა დამჩეს, ამას დათოს ვაჩუქებ, შარვალში ჩაიტანიებს და თეთრპერანგად იხმარს. ირაკლი ექიმო, თქვენ რა უნდა გააკეთოთ ახლა? პაციენტები სახში რომ მიიღოთ, მეც თან გამოყვებოდით. ნათია, აი შენ რა აკლი ხარ იმ სახზე ხო? არა უშავს, შენ არ ინერვიულობ მაგაზე ნათია. სახში მივალ, ცოტას დავისვენებ, არაფერი არ დაშავდება ამით. ცოლს ჩავეხუტები, ბავშვებს მოვეფერები, ვითამაშებთ, მერე დათო დამცინებს არ მინდა. დათომ არ უნდა გაიგოს. კი, მაგრამ სახში რო იქნები და არ საწახვალთ, სადაც მიხვდება. ნათია, მოდი ჩვენ ასე მოვიქცეთ, ხო? შენ რა ქენიცი? მე რო წავალ ახლა აქედან. პირველი 2 კვირა ყოველ დილას დარეკე ხოლმე. ჩემთან სახში ადრე დარეკე, მე დათოს ვაპასუხებინებ. შენ ეტყვი, სად არის კი მაგრამ ეს ირაკლი ექიმი დავიწყოთ ოპერაცია მაგის გარეშე, დავიწყოთ კონფერენცია მაგის გარეშე, შევამოწმოთ უწყისები მაგის გარეშე, ვნახოთ არქივი მაგის გარეშე, სამინისტროა მოსული მივიღოთ მაგის გარეშე, პაციენტი ელოდება მივიღოთ მაგის გარეშე, ხო? ამას ყველაფერს ეტყვი. მე იქიდან დავწევი და დათოს ვეტყვი. მიდი რა დათო ძალიან გთხოვ უთხარი რომ ირაკლი ექიმი ავათარი და დღეს ვერ მოვაო. ხო ასე გაიქაჩება 2 კვირა, 3 კვირა, ერთი თვე შეიძლება ნათია. ერთ თვეში დავაშობაში ვიშოვის სამსახურს და სულაც აკვარ ვიქნები. კარგი, დავრეკავ ირაკლი ექიმო. ისე მართლა გოგის ნახვა მინდოდა, ხო და არ არის. ეს ტელეფონი სულ გათშვილი აქვს მაგას. ხო და რა უთხარი იცი, მეგრელიშვილი რო წევს მერვე პალატაში. იმ მეგრელიშვილმა დაუტოვა მაგას 22-იანით ღვინო. როგორც კი ნახავს იმ ღვინოს, გოგი გახსნას და გადაასხას. იმიტომ რომ დღეს დილას მე გავსინჯე ეგ ღვინო ცოტა და მივხვდი რატო გავუკეთეთ მესამე ოპერაცია კუჭზე მეგრელიშვილს. კარგი, მაგასაც ვეტყვი ირაკლი ექიმო. კარგი, უთხარი. მოკლედ ყველაფერი ავიღე. ასე მე წავედი. წავედი და შეუერთდი გარემოვაჭრე პროფესორებს. აი მოგაგენი. ჯაბა. ეს ის არის? ჯერ რომ მითხარ. აი მესიც რამ ხელა ყოფილა. თამრიკო, გამარჯობა. ბევრი მსმენია თქვენზე. ნეტა საიდან? აი, ხო მე და ნატო ძალიან დავმეგობრდით. სულ ისე ვეხმარები რაღაცებში. ნატოის მომიტანე, ნატოის გამიკეთე, ნატო ენა გააჩუმე. აი მე რა. სხვა რა ხდება თქვენ მაღაზიაში? რა ხდება? ჯაბა და ახალი კოლექცია გვაქვს. ხო, ეგ ვიცი. აი ნატომ ახალი ფეხსაცმელი მომიტანა გუშინ. მაჩვენი გამოწიე ფეხი. აჰა, უკეთესებით გვაქვს. აჰა. ეს ჯაბა სულ მაინტერესებს, რა გვარი ხარ? დოლიძე. მართლა? და მე იუზა დოლიძეს იცნობ? იუზა დოლიძე მოხუცი კაცი, ხო? ხო, 04 ყავდა ადრე. ხო, არა, მე არ ვიცნობ, მაგრამ გონი წარმოშობით ერთი სოფლიდან ვართ.
ადრე სადღაც მანახეს და დამომახსოვრდა კი. ვაიმე ჯაბა ჩვენ ძალიან ახლობლები ვართ ჯაბა. რა მინდოდა მეთქვა აბა რა გინდოდა გეთქვა? ნატო. პიტი. არ მიექცია ყურადღება. ესა და რა გინდა? დღეს სამსახურის შემდეგ დავიდეთ რესტორანში. კარგი იდეა. და თამარით დავპატიჟოთ. მეგობარი წამოიყვანოს და წამოვიდეს. უი, თამარს რა მეგობარი არ ყავს? მეგობარი? როგორ არა მყავს? მართლა? ყავს. და მე რატო არ მითხარი? რა ვიცი ხა რაღაც იც ჯაბა ძალიან გულჩათხრობილი გოგო ვარ. სულ მაგას მე ჩიჩინებიან რომ ნუ ხარო ესეთი გულჩათხრობილიო. რა ვიცი. ესე იგი დღეს რესტორანში გავცნობთ, ხო? რესტორანში ხო? ხო, უყვარს რესტორანი. ეგეთი ტიპია. ხო. კარგი, შევთანხმდით ესე იგი. ხო, შევთანხმდით. დროებით, გელოდებით. ხო. აჰა. ხო, მიდე ხარ ას მეხვეწე. რასავიტეხე ხლა ეგეთი ტიპია რესტორანი და მეგობარი. ჩემო ენა ძირში ხარ მოსაჭრელი. რა გავაკეთო ვის უთხრა, ჰა? ირაკლის ცოლი და ორი ბავშვი ყავს, არ გვინდა. სანდროს ცოლი ყავს და შეყვარებული არ გვინდა. დათოს ულვაშები აქვს, არ გვინდა. ეს ჯარშია, ეს იტალიაში, ეს გასუქდა. მამი, აბა ეს თოა აქ. ალო. ზაზა თაკო ვარ. ეს ფაჩულიას ნომერი არ არის? ბოდიში. შეგე ამანაც ტყუილი ნომერი მომცა? შეხედე რა ამ კალათბურთელებს. არ და შეხედა ბავშვებივით სახეები აქვთ. აი მე სად მივდიოდი, რა ვიცი, ავიტეხე რესტორანი. სანდრო, აი შენი საყვარელი ნამის სხვა მიტანე. აუ, ძალიან მიხარია რა შარიგდით. ხო, სანდრო მითხრა რომ მასე აღარ მოიქცევა. ხო. აძი სალომეს დაუგითხავთ, ცოლს აღარ მოვიყვა. რა შვები შენ თიკა როდის მიფრინა? 3 დღეში მიფრინა, უკვე ავიღე ბილეთები. წავალ იქ 2-3 კვირა დავრჩები და მე ჩამოვალ და ქმარსაც გავშერდები. როგორ ინგრევა ეს ოჯახები? თიკა წინასწარ გითხარი და გაგაცილებთ აეროპორტში. არა, არ მინდა გაცილება. ჯობია რომ ჩამოვალ, მე იქნებ დამხვდეთ სალომე, იმიტომ რომ თამარმა იმდენი რაღაც დამავალა, მარტო ვერ წამოვიღე. ხარა ჩამოგიტანოთ. არაფერი. მე უკვე ყველაფერი მაქვს. სალომე, ჩემს ქმარს გაბარებ და იცოდე კარგად მოვუარე. გამარჯობა. მოვიდა ის მაიკლ ჯორდან. ჯორდანი, კი ჯორდანი. იცინე შენ და იცი რა მაგრა დამყავს უკვე მანქანა. ყველა პატრული მცნობს. ხო, რა დავდივარ იმ რაღაცაში მეძახია ხოლმე, ანანა ფრთხილად იარე გეხვეწებითო. სენ მაყოფილი ხარ მანქანი? აუ, კი, იცი რა საყვარელი მანქანა, ჩემი მეგობარია. ხო, და ყველას ისე მოწონს. ხო, აი ყველა ხელოსანი იმას მეუბნება, ვაიმე, ანანო, სად ნახეს მანქანაო? ძალიან კარგია. ესე იგი აეროპორტში ტაქსით წავალ. უი, ბოდიში ერთი წუთი. ხო, არსენ. ხო, მე გირეკავდი. არსენ რა არის, მაინც რაღაცა ხმა აქვს მანქანას. ხო. არა, ტუკ აღარ. იცი, აი, რაკ აი ესე. ხო. ეგ არის, ხო? აი, მეც აგვიფიქრე არსენ. კაი. ხო, მოვალ, აბა რა. კაი.
დედა რა უყო რა ვქნა. აი რო გაინტერესებდა ანანო განქორწინებაზე თიკა 2-3 კვირაში ჩამოვა და კი, 2-3 კვირაში. ვაიმე, თიკა, რაღაცა უნდა დაგაბარო. თიკა, ახლა მომის მინე Citroen-ის ნაკანეჩნიკები მჭირდება. ხო. იცი რა არის თიკა, აქ არაფრით არ იშოვება. ნუ აქ Peugeot კი არის და ეს Peugeot კი მიდის, მაგრამ რა ვიცი, ცოდვა მაინც თავისი ეყენოს რა. კარგი, ანანო, ეგ როგორ გიყიდა შვეიცარიაში? რა პრობლემაა თიკა, ნებისმიერ გამყიდველს ეტყვი ნაკანეჩნიკებიო და მოგცემე. გეხვეწები სხვა რამე მთხოვე, კარგი? სხვა რამე, რა ვიცი, რა ვიცი, რა ხა ყუმბარები ვიშოვე აქაც და უკაცრავად, ეს რა არის? ეს არის ქათმის ხორცი ბრინჯით. ბრინჯით. ხო, ეს მოგიტანეთ ერთი თუ შეიძლება კიდევ გამარჯობა. გამარჯობა. ეს გამარჯობა. ეს ვახოა. ვახო ეს ნატოა, ეს ჯაბა. ეს ის ჩვენი მუდმივი კლიენტი არ არის? გამარჯობათ, ვერ მიცანით? ოი. გამარჯობა. ვინოს ხადალო? კი. თამარ, რატო არ გითხარი შენი მეგობარი თუ იყო? იცი რა, თავიდან რაღაცა ცოტა გაგვიჭირდა ურთიერთობა. ეს გრძნობა მოვიდა ნელ-ნელა. ხო. ხო, ვახო. ხო, ისე თავიდან ცოტა ცივად მეკცეოდა თამარი. ნუ ეხლა. ხო, მე გამოვუხდით ერთმანეთს და ახლა ძალიან ახლოს ვართ, ხო. ძალიან კარგი. უკაცრავად, თქვენ რა შევუკვეთავთ? წვნიანი უნდა ამას. მოვიფიქრეთ და თამარ, ჩვენ სანამ აქ მოვიდოდით, ვიყავით ტურისტულ სააგენტოში, მაგრამ ვერ გადავწყვიტეთ შეიძლება საშობაო წავიდეთ. ო, ესე ამბობენ იტალია ძალიან ლამაზიაო. გადასარევი, ვაიმე, რას ლაპარაკობ. მე იტალიაში გავიცანი ვახო. მართლა? ხო, ისე რომში მივსეირნობ და ხო, ცენტრალურ მოედანზე და უცებ ვხედავ, რომ სიმპათიური ბიჭი დგას და მტრედებს აჭმევს ნამცეცებს. ვა, რა მაგარია. და როგორ მივხვდი რომ ქართველი იყო? აი, როგორ მივხვდი? მოყევი ბიჭო. აი, მე სუმცხვენია ხოლმე ამის გახსენება. ხო, ესე იგი თავიდან მე ვიცანი, ხო. კუჩაში რაღაც უცნაური ხმა შეუმესმა და ვიღაცა ეუბნებოდა სინიორა შენ და გაგიხმა ეგ თავი. რა იყო ეხლა, გამოგაძრო ბენას? რა თქვი თამარ? რა თქვი და ვაიმე, იუზა რომ არის თქო, ჩემი ნათესავი. აი თქვენ თანასოფლელი. ხო, იმან ერთხელ ვიღაც კაცს, რუს კაცს უთხრა, ამოგაძრო ფენაზო, იმ კაცმა ვერ გაიგო. ეს მისდევდა, ეუბნებოდა. ისეთი სასაცილო სიტუაცია იყო, რომ აი მე ხოც რომ მახსენდება სულ მეცინება. ხო, აი ეგ გამახსენდა. აი ესე იყო ჩემო რა, ჩემო ჯა. ხო და მოგლეთ, ეხლა ვეუბნები ჩემ თამრიკოს წავიდეთ მეთქი ამ შობას პარიზში. უკაცრავად თებს გამოგიცდით, ხო? თებში არა ეს გამომიცვალეთ რა. ხო და რას გეხმარებით? ვეუბნები ჩემ თამრიკოს წავიდეთ მეთქი შობა შევხვდეთ პარიზში. მაგრამ არ უნდა. თამარ. არ უნდა. სადაც ერთმანეთი გავიცანით, იქ უნდა შევხვდეთ შობასო. ხო და წავიდეთ იტალიაში. რომსაც ვნახავთ, მილანსაც და ნეაპოლსაც. ხო. რა კარგი იქნება ხო ერთად. გადასარევ. ბახო, აი სოკო მომაწოდე. ეხავე ჩემო სიცოცხლე.
შენ გეჭიროს და მე გადავიღებ. ხო. თამარ. ცოტა ჩქარა, თორე დამეწვა ხელი, ხო? ხო. ხო. ერთი წერტი. კიდე. თამარ, რა კარგია ხო მარტო რო არ ხარ? აი მე ჯაბა ისეთი კარგია, ისეთი ყურადღებიანია, ეს კი სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან იქ ჩნდება. ხო, ესეც ესია ზუსტად. ხო, რა კარგია. თამარ. ვიცებოთ? ვახო გასასვლელია. ვაიმე, რატო? ვიყოთ. არა, მე შემიძლია ცოტა დავაგვიანო, პრობლემა არ არის ხო? არა, ვახუნა უკვე ბევრი დააგვიანე. ჩვენც გავიდეთ. ხო, ჩვენც გავალ. აი ანგარიშ მოიტანენ, გადავიხდი და გავიდეთ. თამარ, ერთი ვიცეკვოთ და გავიდეთ. ვახო გადაიხდის. არა, რატო? გადავიხდი. პრობლემა არ არის, გადავიხდი. ხო. კარგით, მაშინ ჩვენ გავალთ და გარეთ დაგელოდებით, ხო? კარგი. რა კარგები არიან. უკაცრავად ეს თქვენი ანგარიში. ხო, მადლობა. ой. თამარ. რა იყო? საფულე მანქანაში დამსჭა და იქნებ შენ გადაიხადო, ხა? გადავიხდი. სეიგია. არ გამოჩნდა ადამიანი, ამომაჭრას ენა. გამოდი, დადი გამატარე, საიდან მოვედი? დიდი მადლობა. მე მარიკა რა რთულად იძინებენ? არა, მოსაკლავი არ არის ირაკლი. მიაჩვია ეს ჯაზი და თუ არ უმღერე ისე არ იძინებენ. ვაიმე, მარიკა კიდე კაი ირაკლის რეპი არ უყვარს, თორე საერთოდ ვეღარ დავაძინებდით. ირაკლი? თიგა. რა იყო ირაკლი? დათო სახლშია? არა, რა მოხდა? უნდა შევამოწმო. არიტული რა მოხდა? სამსახურიდან წამოვედი მარიკა. რა? ხო. ნახე, რატო ირაკლი? იმ საბუთის გამო, ხო? ვიღაცამ ხელი რო არ მოაწერა. ხო. ნახე. ისი რა შენ არი ნერვიულო ირაკლი, ყველაფერი კარგად იქნება. ახალ სამსახურს სიშოვი, თან ბანკში ცოტა ფულიც გვაქვს. ხო, ირაკლი, ნუ ნერვიულობ. თამარმა იშოვა სამსახური და შენ რას ვერ იშოვე? შევწდი რა. აი შევწდი თიკა რა. რა და მე უნდა მომეწერა შენთან ხელი. კარგი ირაკლი. ახლა ამ დღეში ხوار ვიქნებოდი. მაიმუნობის დროა ახლა. რა მაიმუნობა მარიკა? არა, რა მაიმუნობა? წარმოიდგინე ხა შენ ასე ადვილია, ასე სამსახურის დაკარგვა, ამ ხელა თავარი ექიმი ვიყავი და მე შოვნა ამ სამსახურის. კარგი, ნუ ნერვიულობ, ირაკლი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე იშოვი შენ სამსახურს. რას ვიფიქრებდი ოდესმე ეს თუ დამჭირდებოდა. ირაკლი, რა ეგ არასოდეს დაგჭირდება. ნუ ღელა უკეთეს სამსახურს იშოვი, თუ არა და დათო მუშაობს და ხელფასიც აქვს. ვაიმე დათო. დათომეს არ უნდა გაიგოს. გავხილეთ ორივეს, ხმა არ ამოიღოთ. დათოსთან არაფერი. თიკა. ხო. მარიკა. ბავშვებიც გააფრთხილე, არაფერი წამოწვა. რა კარგია, მარიკა, შენ არ იცნობ დათოს. ბავშვებს ჯერ ლაპარაკს ასწავლის და მერე ათქვევინებს ყველაფერს. ირაკლი, ტყუილად ნერვიულობ ასე, დამიჯერე. მართალი ხარ თიკუნა, ტყუილად ნერვიულობ, დათოს ეცოდინება უკვე.
არა, შენ თუ არ გითხოვ, საიდან გაიგებდა? რა ვიცი, საიდან გაიგებდა. მარიკუნა, მაგრამ მე რო ხელფას მიმატებდნენ, ყოველთვის შემძედრე იცოდა. მაგის გამო გიბულობდი ხოლმე. მობძანდა, ვაჟ ბატონი. თიკა. მარიკა. ხმა არა მოიღოთ. ჩუმად უნდა იყოთ. ჩუმად იყავით. მაინც ჩუმად იყავით. რესტორნიდან მოვდივართ და ამას კიდე შია. მარიკა, გეხვეწები ზეთი მომეცია, კარტოფილს შევუწვა. მარიკუნა, ცოტა ეკონომიურად ეს ის დრო აღარ არის. კრიზისი დაიწყო. აი, ლაშიკო შენი ირაკლი, დაქტობა მშიერი. זה მშიერი არა ის ლაშა მო. და ვაი მე ლაშა რო იცოდე რა დამემართა. ხირა დავლიოთ და ერთი წუთი. შენს გაიგე ლაშა? არა, მაგრამ დავლიოთ და თან მომიყევი რა. უკაცრავად, რა ხდება? რა უნდა გაგვეგო? მარიკა. ირაკლი წამოვიდა სამსახურიდან. ვაი! შემსიაკლის. ვაიმე, ბავშვები, დარჩა მშიერი. ვაიმე, ბავშვები. ვაიმე, რა უნდა გდა ბავშვებმა. ვაიმე, დამშლე ბავშვები, ვაიმე, ხალხო, ნუ მაჩერებ იქა თიკა, ნუ მაჩერებ, ნუ მაჩუმებ. ვაი! რა ხჭირს, აი გაიღვიძა სტილია. იტირებენ აბა რასიზმად მამა დარჩა მშიერი და ხალხო. იტირებენ. ვაი! თიკა, წამოდი, დავაძინოთ რა. შენი პარტია გახსოვს? ხო, ჩემი პარტია ბას-გიტარა. ხო, ბას-გიტარა გიშველით. მუსიკა გაჭმევთ პურს. მუსიკა. აიმე, მაპატია ირაკლი. თან პურსი გამისინჯე ირაკლი. შენ უგეშინია ირაკლი. ჩვენ აქ ვართ, ბედალაშიკო. ყველაფერში დაგეხმარებით ირაკლი, ჩვენ გვერდში დაგიდგებით ჩემო ირაკლი. რაში დაიხარი? რაში და? აგერ თიკა სამხელა ქონება აქვს და გვერდში დაგიდგება. აბა მეზობლები რისთვის ვართ, ჩემო კარგო, რისთვის? ხო? დათუნა. ო, დილამშვიდობის და ყველას, როგორ ხარ ლაშა? აი. აი ვარ, რა. დაგილევია ყოჩა, ოლინი ისნა. ლაში. იცი სამა. დათუნამ. არ ვიცი, მე მგონი არაფერი იცი, ძალიან გთხოვ. თამა, კეთება. არ წამოხსნეს. არაფერი წამოხსნეს და ფრთხილად უნდა ვიყო, ძალიან გთხოვ. მისმინე ირაკლი, ჩვენ მაინც გავალთ დაზღვევის მიზნით რა. ხო, გადიდეთ. გავდივართ. აი, შენ მოგიკვდი რა, აი. ნუ მოგკვდი ძალიან. აი, ფეხაკრებით გავდება. აი, სულ ჩუმად გავდება. მოდი ეხლა. ვაი. გასაგში ხარ რა? სახში ვარ უკვე. ახლა ხანს მოვედი სამსახურიდან. სულ რაღაც 2 წუთით შემოგასწარი. მეც სამსახურში ვიყავი. დათო, რა ხდება შენთან სამსახურში? ხო არ შეამცირეს ვინმე? რატომ მიკითხები? რა ვიცი, ხო ამცირებენ ხოლმე ვიღაცებს. დათო არა, ზოგი ახლა თავისით მოდის. რა ვიცი. რა იცი? დათო და მე რატო არ მეკითხები შენთან რა ხდებაო? არ მაინტერესებს რა. არ გაინტერესებს. მარიკუნა, მე მგონი დათომ არაფერი იცის. არა? დაჭიქი შენ. რა არ ვიცი ირა? რა არ ვიცი თქო? რა არ ვიცი და ეს უპები რო შემეძინა იცოდი. რა უნდა მარიკა შექმას? კარგი დათო, ნუ მიაქცევ ყურადღებას. გირჩევდია ის გითხარი შენთან რა ხდება სამსახურში? ესეთი
ხელფასი მომიმატეს. ხელფასი დიახ. კარგი. აღარ შეგაწუხებ პატივცემულო. დიახ. რო შევაწუხო ხორა სამბო. ირა. გაიგე. რა? არაფერი არ გაგიგია? არაფერი? არიცი ხა შენ არაფერი? აი. თიკა სამგეში მიფრინავს არიცი? ხო, სამგეში მივფრინავ. მაგიტო შემოვედი ზუსტად რომ ბავშვებთან სურათი გადავიღე, მე მომენატრებიან პატარები. ჩემთან არ გინდა სურათის გადაღება? რა, მე არ მოგინატრები? არა დათო. შენთან სურათი რო გადავიღო, მე საზღვარზე ხო შეიძლება ნახონ შენი სურათი ულაშებით და აღარ გადამიშვან. ეს ოღონდ აცინე და ირა ხო როგორ დამოვიწყდეს ხვალ დილით გავდივარ გამთენისას სამსახურში და მომისმინე მაქსივარზე გიტოვებ 20 ლარს ჯიბის ფულისთვის ბუზა ბაზა მოვიდგენი თუ ირაკლი უმუშევარი დარჩებოდა. აბალაშაბა, აი ეს არის ცხოვრება ჩემო კარგო. გუშინ პროფესორი, დღეს არაფერი. აი ესე. გამიძი შენ სუკადალიე, მომინდომა ბიჭმა. კარგი, რა დავიღუპეთ, ხო გაიგე, არაფერიც არ მოხდაო. თამარ! რა მოგივიდა, რა არის? ლახო, რა მოხდა? არაფერი. არაფერი?